საერთო არჩევნები, რომელიც ქვეყანაში პირველად სრულად პროპორციული წესით ტარდება, რეფერენდუმის ტოლფასია. ომი თუ მშვიდობა, ნაციონალური მოძრაობის გასამართლება და ოჯახური ღირებულებების დაცვა, სიღარიბის დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რას პირდება ამომრჩეველს ქართული ოცნება მეოთხე ვადით არჩევის შემთხვევაში? როგორ აპირებს პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვას და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებას? რას ელოდება არჩევნების დღეს და არჩევნების მეორე დღეს? ყველა კითხვაზე დღეს ამ სტუდიაში პრემიერ-მინისტრის პასუხებს მოვისმენთ არჩევნებამდე 3 დღით ადრე ხამის კურიერის პირდაპირ ეთერში სწორედ ირაკლი კობახიძის ვრცელ ინტერვიუს მოვისმენთ. საღამო მშვიდობის საბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა რომ დათანხმდით ამ ინტერვიუს და ხართ ხამის კურიერის სტუმარი სტუდიაში. თქვენ მოდიხართ შემაჯამებელი აქციიდან, ამიტომ ბუნებრივი არ შემიძლია რომ ამით არ დავიწყო. ვიხილეთ ეს აქცია, თქვენ შეხვდით მხარდამჭერებს. როგორია თქვენი, როგორც ასე ვთქვათ, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განწყობა ამ შემაჯამებელი აქციის შემდეგ, აი რა მოლოდინია, ვთქვათ, 3 დღეში არჩევნების შედეგებით? მადლობა კიდევ ერთხელ მესალმებით ტელემაყურებლებს. ძალიან შთამბეჭდავი შეკრება იყო, აქცია იყო ყველა თვალსაზრისით, მათ შორის ძალიან ძლიერი მუხტი იყო ამ შეკრებაზე. და ეს იყო აშკარა განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ რეალურად ვაპირებთ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას ამ არჩევნებზე. თქვენ იცით, რომ ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%, ოპოზიციას აქვს შესაბამისი მწერი რეიტინგი. ეს ყველაფერი იძლევა, რა თქმა უნდა, იმაზე საუბრის საშუალებას, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. და დღესაც თვალნათლივ გამოჩნდა ის უდიდესი უპირატესობა, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიასთან მიმართებით. თქვენ ნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება დაანონსებული და საბოლოო ჯამში რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენ შეკრებასთან შედარებით. ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე. ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იყო სხვადასხვა ოპოზიციის შეკრებაზე, ვერც ერთი პოლიტიკოსის სცენაზე აყვანა ვერ გაბედეს. როცა შენ თვითონაც იცი, რამდენად მძიმეა შენი რეპუტაცია საზოგადოების თვალშინ, ოპოზიციის ზოგადად ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველშიც კი ვერ გადიხარ, ხო? ანუ აქაც კი შეში გაქვს, აქ რა შედეგზე უნდა გქონდეს პრეტენზია, ხო? რა თქმა უნდა, მათ წარმატების არავითარი შანსი არ აქვს. დღეს კიდევ ერთხელ ამ შეკრებაზე გამოჩნდა თუ სად დგას საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ქართული ხალხის უდიდესი უმრავლესობა დგას სწორედ მშვიდობის მხარეს, ღირსებით ევროპისკენ სulis მხარეს, კეთილდღეობის კიდევ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, მიღწევის მხარეს. ეს არის ქართული ხალხის არჩევანი. და ის რასაც გთავაზობს ოპოზიცია ამ აბსოლუტურად რომოჭმული სახეებით. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ ეს იყო შთამბეჭდავი შეკრება და ეს იყო კიდევ ერთი განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გეგმავთ სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვების მიღწევას. საბატონო ირაკლი, ამ შეკრებაზე რომ დავასრულო, ბევრჯერ თქვით, რომ ეს იყო შთამბეჭდავი შეკრება, თუმცა დღეს მთელი დღის განმავლობაში პარალელურად ოპონენტების მხრიდან გვესმოდა, რომ ეს არის საჯარო მოხელეების რაღაც იზოლებით ჩამოყვანილი ადამიანები, რომ რეგიონებიდან მოყავთ ხალხი. აი რას უპასუხებთ ამას? ესეც მაინტერესებს და შევდივარ მათ მდგომარეობაში, ეს არის დღის ერთ-ერთი პასუხი, რაც შეიძლება მათ გაეცეთ. საბოლოო ჯამში თქვენ დაინახავთ ყველა თუ როგორი იქნება არჩევნების შედეგები. რაც შეეხება საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობას, რა თქმა უნდა, საჯარო სამსახურშიც ჩვენი რეიტინგი არის ძალიან მაღალი, მაგრამ მთელი საჯარო სამსახური ყველა ერთად რო ავიღოთ, რაოდენობა არის შეზღუდული, ხო? ანუ 100,000-ზე ნაკლებია, რომ მიათვალო მთელი პოლიცია, მთელი ჯარი და სხვადასხვა პოლიცია და ჯარი საერთოდ ვერ მონაწილეობს შეკრებებში, როგორც მოგეხსენებათ, ჯარი და პოლიცია რო გამოაკლო, უკიდურესად შეზღუდულია საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა. ანუ ყველა საჯარო მოსამსახურეც რომ მიგვიყვანა ჩვენ იმ აქციაზე, რომელიც დღეს გაიმართა, მაქსიმუმ 5% შევსვათ ამ შეკრების. აქედან ჩანს რამდენად უსუსურია ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, გზავნილები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შევდივარ მათ მდგომარეობაში, დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, ინერვიულეს მათმა მედია საშუალებებმა, ძალიან ინერვიულა სალომე ზურაბიშვილმა და ნერვიულობის ნიადაგზე პოსტიც კი მიუძღვნა შეკრებას, და ეს მათი მდგომარეობა და მათი უფლება ინერვიულონ, ჩვენ შეგვიძლია რომ მათ ცივი წყალი გავუგზავნოთ. ბატონო ირაკლი, 3 დღე დარჩა არჩევნებამდე და პრინციპში შეგვიძლია ნაწილობრივ შევაჯამოთ წინა საარჩევნო გარემო. 2 დღეღა და არჩევნებია. ვიხილეთ ჩვენ ეუთოოდირიშვალედური დასკვნად, სადაც პრინციპში იყო ნათქვამი, რომ შვიდ გარემოში მიდის, მთავარ პრობლემად იყო ეს პოლიტიკური და მედია პოლარიზაცია.
პოპულარიზება, ხო? აი წელს არის ეს თქვენ წინ არჩევნებზე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყავით, ამას გულისხმობდა. არის ეს არჩევნები განსხვავებული თუნდაც ამ უფრო მშვიდი გარემოთი თუ პირიქით? არ ვიცი, შეფასება როგორია ეს გარემოთი? რაც შეეხება სიმშვიდეს, ეს არჩევნები არის რა თქმა უნდა უპრეცედენტოდ მშვიდი. რაც შეეხება არჩევნების კონკურენტულობას, აქ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს. ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფლად რეგისტრაციის გავლის საშუალება, ყველას აქვს კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება, აბსოლუტურად თანასწორია პირობები, ყველა შეუძლია ნებისმიერი ტიპის სააგიტაციო, სარეკლამო მასალა განათავსოს, იქნება ეს ტელეეთერი, იქნება ეს ბილბორდები თუ ნებისმიერი სხვა საშუალება. ხო, აბსოლუტურად კონკურენტულია არჩევნები, ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობა, რომ საკუთარი გზავნილები გაუზიაროს საზოგადოებას. მეორე საკითხი რამდენად ეფექტიანი ოპოზიციის კამპანია, მაგრამ ყველას აქვს აბსოლუტურად თანაბარი შესაძლებლობები. არჩევნები არის აბსოლუტურად თავისუფალი. რეალურად საბაბიც კი არ არსებობს იმისათვის, რომ ოპოზიციამ, NGO-მა ისაუბრონ ასე ვთქვათ, არჩევნებთან დაკავშირებით ნეგატიურ კონტექსტში და რაიმე არსებითი ჩრდილი მიაბერონ ამ არჩევნებს. პირადობების ჩამორთმევის ფაქტებზე ერთადერთი კამპანია, რომ ნახეს შეშფოთდნენ, რეალურად რა ხდებოდა, ნახეთ, შეშფოთდნენ, რომ უპრეცედენტო საარჩევნო გარემო იყო, უპრეცედენტოდ მშვიდი, ვერანაირ დარღვევებზე საერთოდ ვერ საუბრობდნენ და უცბად გამოიგონეს კონკრეტული თემა. აიღეს რუსთავის შემთხვევა, შემთხვევით გაიგო როგორც ჩანს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტმა, რომ მოთხოვეს პირადობის მოწვევები კონტრაქტების გასაგრძელებლად, ამის მტკიცებულებები არსებობს კონკრეტულ სამსახურში, მერის კონკრეტულ სამსახურში, რუსთავის მუნიციპალიტეტში და ამის გამოყენება ამ ჟურნალისტმა სცადა იმის საჩვენებლად, რომ თითქოს პირადობები ამ ადამიანებს მიატანილეს საარჩევნო მიზნებისათვის. მაშინ, როდესაც ყველანაირი მტკიცებულები დასტურდება, რომ არჩევნებთან საერთოდ იქაც ნახეთ, ანუ ზუგდიდშიც არავითარი ფაქტი, არავითარი მტკიცებულება გამოვიყვან ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ხვალე ვათქმევინებ, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ცდილობდნენ მისთვის პირადობის ჩამორთმას. ჯერ წარმოიდგინეთ რა დონეზე აბსურდული თემაა, რომ შენ უცბად გადაწყვიტე ადამიანებს ჩამორთა პირადობის მოწვევები და თან ჩამორთა ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან ნაცმოძრაობის გამოკვეთილი მხარდამჭერები. ხა ჯერ ამდენს უნდა ჩამოართვეს პირადობა და მე აბსოლუტური სულელი უნდა იყო, რომ ასეთ რისკზე წახვიდე. ხო პირდაპირ შედიხარ სხვა ოპოზიციური პარტიის ელექტორატში და იქ ცდილობ პირადობის მოწვევების შემოწმება. იმდენად აბსურდია, რა თქმა უნდა, ახლა ისეთი აბსურდული ამბავია, რომ აქაც იგივეა რა, შეშფოთდნენ იმით, რომ არავითარი პრეტენზიის, ასე ვთქვათ, საფუძველი არ ქონდათ, უცბად რაღაცა კამპანია მოიგონეს, რომელიც ეგრევე ჩავარდათ, იმიტომ რომ მტკიცებულებები დაუდასტურეთ ჩვენ იგივე რუსთავის შემთხვევაში, რომ საერთოდ სხვა რამესთან ქონდა ჩვენ იქ საქმე და ზუგდიდზე არის აბსოლუტურად ნული მტკიცებულება. შესაბამისად ეს კამპანია ჩავარდა, რეალურად ხელში არაფერი არ აქვს ოპოზიციას, კიდევ ერთხელ ვეთქვა, რომ არის აბსოლუტურად მშვიდი არჩევნები, სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული არჩევნები, რაც პრინციპში დაადასტურა ევთოოდირის დასკვნამ. ერთადერთ სისტემურ პრობლემაზე იყო საუბარი ევთოოდირის დასკვნაში, ეს არის ის, რაც ყველამ ვიცით, ეს არის პოლარიზაცია, ეს არის პოლიტიკური პოლარიზაცია, მედიაში პოლარიზაცია და ამაზეა მხოლოდ ყურადღება გამახვილებული ესე არსებითად ევთოოდირის დასკვნაში. კარგი, თქვენ ამბობთ, რომ ეს არის მშვიდი არჩევნები და ამით განსხვავებული, მაგრამ განსხვავებულია ეს არჩევნები იმითაც, რომ აი მის ამბებაშიც ვთქვი, რომ რეფერენდუმს უწოდებს ორივე მხარე, ხო? რაღაც ოპოზიცია ამბობს, რაღაც რუსეთი თუ ევროპა ამ არჩევანის წინაშე დგას ხალხიო, თქვენ ამბობთ, რომ ომი თუ მშვიდობა. არის თუ არა ამითაც განსხვავებული ეს არჩევნები და აი ომის კონტექსტში მინდა რომ გადავიდე, ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის ვრცელი ინტერვიუ, სადაც პირველად გავიგეთ, აი როდესაც ისაუბრებდა ყოფილ პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე, სადაც საუბარი იყო, რომ 3 მილიონი ხართ და რაღაც სხვებს გადაიტანთ და ასე შემდეგ. მე მგონი მაყურებელმა იცის ეს ფრაზები რომ აღარ მოუყვე. და რომ ეს იყო საფრთხე უკრაინის ომის დაწყების დროს, მაგრამ დღესაც ასეთივეა ეს საფრთხე, ბატონო ირაკლი. ბევრი ამბობს, რომ ეს საფრთხე შესაძლოა იდგა უკრაინის ომის დაწყების წინ, მაგრამ დღეს, როდესაც იგივე თქვენი ლიდერიც ამბობს, რომ მალე უნდა დასრულდეს უკრაინის ომი, მოლოდინი ესეთი აქვს, რომ ან 25 წლამდე, ან 25 წელს მაინც, ანუ თუ ის ომიც დასრულებისკენ მიდის, რატო დგას ეს საფრთხე საქართველოსთვის დღეს? პირველ რიგში რაც შეეხება ოპოზიციის გზავნილს ევროპის და რუსეთის შესახებ, ეს არის ჩვეულებრივი სიღალბე და ჩვეულებრივი მარტივი ხეში მანიპულაცია. მე მინდა შეგახსენოთ საქმით რა გავაკეთეთ ჩვენ.
ევროინტეგრაციის გზაზე კონკრეტულად, ხო? ყველა ხელშესახების შედეგი ჩვენმა ქვეყანამ მიიღო სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. ეს იყო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზა ლიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსი. თან განსაკუთრებული ბრძოლით მოვიპოვეთ საბოლოო ჯამში კანდიდატის სტატუსი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. ამ შუალედში ჩვენ შევიტანეთ კონსტიტუციაში ნორმა, რომლის მიხედვითაც ევროინტეგრაცია გამოცხადდა საქართველოს ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად. შენ თუ სხვა ამოცანები გამოძრავებს და სხვა მიზნები გამოძრავებს, როგორ შეიძლება კონსტიტუციაში ჩაწერო ევროინტეგრაცია როგორც ხელისუფლების კონსტიტუციური ამოცანა. ხო მე ფაქტებზე ვსაუბრობ. კი, თუმცა ფაქტია, რაც ეხლა კეთდება განცხადებები, ამაზე მე გადავიდეთ ევროკავშირთან. და მაგასაც შეგვიძლია გადავიდეთ, მაგრამ ფაქტები აჩვენებს იმას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება, სწორედ ეს ხელისუფლება, რომლის პირობებშიც საქართველოს ჰქონდა ყველა ხელშესახები შედეგი ევროინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება ომს და მშვიდობას, ეს არის აბსოლუტურად რეალური დილემა, რომლის წინაშე დგას ახლაც ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, უფრო ინტენსიური იყო პროცესები. 2022 წლის თებერვალ, მარტ, აპრილში ყველაზე მძიმე მაშინ იყო ზეწოლა და შანტაჟი ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა ეს პრობლემა დღესაც სახესია ერთი მარტივი მიზეზის გამო. ვიდრე პირველი ფრონტი არის ძალაში, მეორე ფრონტის ინტერესიც არსებობს. ჩვენ მაგიტომ ვამბობთ, რომ როცა დასრულდება ომი უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე რადიკალურად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიერ. როგორც კი გაქრება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის ინტერესი. ძალიან უმარტივესი ლოგიკაა. აქ მანამდე ვიდრე არსებობს პირველი ფრონტი, ყოველთვის იარსებებს კონკრეტულ ძალებში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი ერთი მარტივი მიზეზით, ხო? იმისათვის, რომ პირველ ფრონტს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა. ეს არის მთავარი ამოცანა ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ არ შეიძლება ჩვენი ქვეყანა შევწიროთ ამ ამოცანას. ვიღაცა შეიძლება კონდეს თავის გლობალური ამოცანები, ჩვენ შეიძლება ამას პატივი ვიცეთ, მაგრამ ჩვენ ვითარ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას ვერ გავწირავთ ამ გლობალური ამოცანების გამო. ხო, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქართული ხალხის წინაშე. განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, რომლებიც საერთოდ ვერ გრძნობდნენ პასუხისმგებლობას ქართული ხალხის წინაშე, იმიტომ რომ გარედან იყვნენ მოყვანილი, თავის დროზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ ქვეყნის წინაშე, ამ სახელმწიფოს წინაშე და ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ელემენტარულად უფლება არ აქვს გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამ ქვეყანას ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დააყენებს. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რომ აქ ძალიან მყარი პოზიცია უნდა დაფიქსირდეს, არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის და არჩევანი უნდა გაკეთდეს აუცილებლად მშვიდობის სასარგებლოდ. და მე მინდა შეგახსენოთ, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2022 წელს განსაკუთრებით, ხო? განსაკუთრებით მძიმე იყო, ომამდეც იყო გარკვეული შეხვედრები, ომის შემდეგი დღეები ერთმანეთის მიყოლებით იყო ერთმანეთზე მძიმე. და სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება ეს კონკრეტული ფაქტიც, ხო, რაც მაგალითად ხდებოდა უშუალოდ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ-ერთი შეხვედრა, რომელიც გაიმართა, თავის დროზე ჩვენ რა თქმა უნდა არ ვასახელებთ იმას, თუ ვინ იყო შეხვედრის მეორე მხარე, მაგრამ ეს დიალოგი შედგა უმძიმესი დიალოგი, რასთან დაკავშირებითაც მაშინ რომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარმოადგენთ უმძიმესი შინაარსის დიალოგია. გეუბნებიან, რომ კი შეიძლება რამდენიმე დღეში განხორციელდეს წინათ ქვეყნის ოკუპაცია, მაგრამ მერე 3 მილიონი ხართ ვერ გაგწყვეტავენ ბოლომდე და უნდა გადახვიდეთ პარტიზანულ ომს. იგი 3 მილიონი ხართ. სიტყვით არის დაახლოებით ეს. ამაზე იყო საუბარი, რომ ხართ 3 მილიონი, ყველას ვერ მოკლავენ, უნდა გადახვიდეთ პარტიზანულ ომზე. ამაზე იყო სიტყვით საუბარი. და ვისი მხრიდან ბუნებრივ რა არასახელებთ, მაგრამ არც ქვეყანას, არც პარტნიორს, არც ნაირ დონეზე ვერ დავაკონკრეტებთ, ამას ჩვენ ვფრთხილდებით ბევრ ამას აქედან გამომდინარე. აქ კონკრეტიკაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევხვდით. კარგით, და თქვენ ამბობთ, რომ აი ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ნებას აღსრულებაზე ვზრუნავთ, მოყევით რომ ევროპისკენ გზაზე კი ბატონო, ამაზე არავინ არ დაობს, რომ ქართული ოცნება იყო ხელისუფლებაში, როცა ასოცირება მივიღეთ უვიზო, მაგრამ დღეს
არის მოცემულობა, როცა ევროკავშირი ამბობს, რომ შეჩერებულია გაწევრიანების პროცესი, რომ საქართველოს ადგილი დღეს ევროპაში აღარ არის და იგივე იმ ქართველი ხალხის სურვილია, ხო, ეს ევროპაში გაწევრიანება და ამ კუთხით ბევრად უფრო საინტერესო გახდა ის დეტალი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამერიკის ელჩთან ჰქონდა კომუნიკაცია, უკვე ჩანიშნულია თარიღი არჩევნების შემდეგ. ანუ მე მინდა რომ აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით მითხრათ, როგორ გესახებათ ამ ურთიერთობების გადატვირთვა და იგივე შეხვედრა, რომელიც უკვე ჩანიშნულია, თქვა, შეიძლება იყოს საწყისი ამ გადატვირთვის, თქვა, თუ მათი შეხვედრა იქნება და რაღაც საკითხების განხილვა დაიწყება. დიდი იმედი გვაქვს და ოპტიმიზმის საფუძველიც არსებობს. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ ერთი რამ, რომ დღეს არის ეს ასე ვთქვათ გაუგებრობები და ვთქვათ ასე ამ ურთიერთობებში, რაც ჩვენ ძალიან არ მოგწონს და ჩვენი ამოცანა არის ბუნებრივი ურთიერთობების გადატვირთვა, რაც არაერთხელ აღვნიშნდა ჩვენ ველოდებით შემოხვედრა ნაბიჯეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როდესაც ეს არჩევნები გადაივლის და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი, დაიწყება ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა. ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, ვართ ამისთვის მზად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას ალტერნატივა თქვენ შევხვდეთ ნაბიჯებს ავუდებთ. ძალიან ზოგადად რო ვთქვა, ეს არის სამართლიანობა, ეს არის სამართლიანი მიდგომა. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ, ქართული ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების მიმართ არსებობს სამართლიანი დამოკიდებულება. და ასევე არიან კონკრეტული სუბიექტები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ალბათ, რასაც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. არიან კონკრეტული სუბიექტები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და რომლებიც ცდილობდნენ ორჯერ უკვე ამ ქვეყანაში მარტო 4 წლის განმავლობაში რევოლუციის მოწყობას. ეს რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. სამართლიანობაზე როცა ვსაუბრობ, მათ შორის ამასაც გულისხმობ. მე მგონია, რომ ამ მიმართულებითაც ურთიერთობები სერიოზულად გადაიტვირთება უკვე მაქსიმუმ მომავალი წლებში. არჩევნების შემდეგ. და თქვენ სულ ამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად სანქციების ქვეშ იმყოფებაო, როდესაც აი კითხვა ისმებოდა ხოლმე, რო თქვა შეერთებულმა შტატებმა, რომ სანქციები დაუწესოს და ინტერვიუდან შევიტყვეთ, რომ ამ ტრასტს წვდომაც აღუდგა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ის აღარ არის ამ ფაქტობრივი სანქციების ქვეშ და თუ ამას რაღაც პოლიტიკური სარჩული ქონდა, ვთქვათ, მის ამ თელ დავას, მაშინ რა შეიცვალა ამ პოლიტიკურ ნაწილში, რა საკითხი მოიხსნა, მოკლედ რატო დასრულდა ასე თუ ეს პოლიტიკური სარჩული იყო მხოლოდ ამ თელ კითხულს. კი, ნუ დეტალებზე ალბათ უმჯობესია თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისაუბრებს თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. მე შემიძლია გითხრათ ის გავიმეორო ის რაც მან აღნიშნა თავის ინტერვიუში, არის მნიშვნელოვანი ძვრები ამ მიმართულებით, რამაც შესაძლებელი გახადა შეხვედრის ჩანიშვნა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და ამერიკის ელჩს შორის. ეს არის ის ინფორმაცია, რაც შემიძლია კიდევ ერთხელ გავაჟღერო და გავიმეორო. ამის მიღმა დეტალებზე თუ თავად მოისურვებს ბატონ ბიძინა ივანიშვილი, თავად ისაუბრებს ბუნებრივი საზოგადოების წინაშე. კარგი, და ბატონო ირაკლი, ეს ინტერვიუ რა მოვწუროთ, კიდევ ერთი ძალიან ესეთი მოსახვედრი იყო ყურში, ყველაზე მძიმე ეპითეტებით მოხსენება, ანუ ნაციონალურ მოძრაობაზეც ისაუბრა მან ბევრი და მათ შორის გიორგი გახარეს, რომელსაც პირდაპირ გარეწარი უწოდა, იყო საუბარი, რომ მისი პარტიის წევრებიც უნდა განსამართლონ, რომ მათ მიმართ არსებობს რაღაც კონკრეტული მტკიცებულებები. მინდა გკითხოთ ერთი, რომ ნაციონალური მოძრაობის გასამართლება და ვთქვათ, მათი აკრძალვა ეს თქვენი მთავარი დაპირებაა, მაგრამ აი ამაზე იყო უკვე ხა გახარიასთან მიმართებაში საუბარი და უკვე ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ ერთპარტიულ მმართველობას თავაზობს მაშინ ქართული ოცნება. ანუ თუ ყველა უნდა გასამართლდეს, როგორ წარმოგიდგენიათ, ვთქვათ, ოცნების გამარჯვების შემთხვევაში, რა ვიცი, პლურალისტური პარლამენტი, მრავალპარტიული. ნუ პირველ რიგში როცა გასამართლებაზეა საუბარი, უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ოცნება როგორც ასეთი ვერავის ვერ გაასამართლებს, ხო? გასამართლება შეიძლება მოხდეს იმ წესით, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით და კანონმდებლობით. ჩვენ საუბრობთ ყველა წესის დაცვით პოლიტიკური პარტიების გასამართლებაზე და პოლიტიკოსების გასამართლებაზე. როცა საუბარია პოლიტიკურ პარტიაზე, აქ იგულისხმება საკონსტიტუციო სასამართლო და მისი მხრიდან პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ამ შემთხვევაში ჩვენი როლი იქნება ის, რომ შესაბამის ფაქტებს შევაჯამებთ და წარუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს. რაც შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულებს, აქ პრეროგატივა აქვს ძირითადად პროკურატურას, სასამართლოს და ამაზეა საუბარი. ხო, ანუ საუბარია კონსტიტუციის და კანონმდებლობის დაცვით
პარტიების გასამართლებაზე თუ კონკრეტული პოლიტიკოსების გასამართლებაზე. Ну, რაც შეეხება კონკრეტულად ახარიას და დაშინების მცდელობად, რომ რაღაც ერთპარტიული მმართველობის დაანონსება, დიქტატურა, ყველანაირი შემოსება მოვისმინოთ. საუბარია მთლიანად სამართლებრივ მტკიცებულებებზე და მტკიცებულებებით იმის დადასტურებაზე, რომ ამა თუ იმ პარტიას აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი, ან ამა თუ იმ პოლიტიკოსს აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი. რაც შეეხება ახარიას, მე მინდა შეგახსენოთ ის ქმედებები, რაც მან განახორციელა კიდევ ერთხელ მესტია და პანკისი, ხო? სადაც მოხდა რა, ანუ სპეცოპერაცია იყო ისე დაგეგმილი, რომ საბოლოო ჯამში სპეცრაზმი, შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვეს შეურაცხყოფილი. დაუპირისპირეს პოლიცია მოსახლეობას, ადგილობრივ მოსახლეობას, ერთ შემთხვევაში მესტიაში, მეორე შემთხვევაში პანკისში და ორივე შემთხვევაში სახელმწიფო და სამართალდამცავი უწყება წარმოჩინდა სუსტად, ეს შეგნებულად იყო გაკეთებული და შეურაცხყოფელი დატოვეს ჩვენი სამართალდამცავები, რაც იყო რა თქმა უნდა დანაშაული ზოგადი გაგებით და მე ვფიქრობ, რომ აქ შეიძლება ვიღაცამ დაინახოს კონკრეტული სისხლისამართლებრივი ქმედების ნიშნები. მეორე წლის წინ მოხდა. გაგრძელებინეთ და ამის ჩამოთვალა, რატომ ახლა დღეს საუბარი არჩევნების ხანდასმულობის ვადა არ გასულა, სამართლებრივი თვალსაზრისით შემიძლია გითხრათ, ბასიანი. პოლიტიკურად უფრო ბასიანის უკანაც იდგა კონკრეტული მიზანი და ამოცანა პირველად პოლიცია და ახალგაზრდები აბსოლუტურად ხელოვნურად მაშინ დაუპირისპირა გახარიამ ერთმანეთს, ხო? აქაც ვფიქრობთ, რომ ის მოქმედებდა ისეთივე გარედავალებით, როგორთაც ეს ადამიანი ზოგადად მოქმედებდა და დღემდე მოქმედებს. უცივნის რაც მოხდა, ესეც ყველას გახსოვთ, ხო? მან არ გამოიყენა შეგნებულად წყლის შავლი, არ გამოიყენა გაზი, აბსოლუტურად გაუგებრად წინაჭიშკრის წინ დააყენა პოლიციელები იმისათვის, რომ მაქსიმალური კონტაქტი ყოფილიყო და მაქსიმალური პრობლემა შექმნოდა სპეცრაზს პირველ რიგში და რითაც გაგრძელდა ეს ყველაფერი, ესეც გახსოვთ, ხო? ესეც იყო მინიმუმ დანაშაულის ტოლფას ქმედება, რასაც დამატებითი გამოძიება ჭირდება. რაც მოხდა ჩურჩანაში, როცა არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში და ძიმე ესკალაციამდე მიყავდა პროცესები და აქ რო არ ჩართულიყო მთლიანად შემდეგ სისტემა და პრევენციაზე რო არ ემუშავა, კაცმა არ იცის სადამდე მივიდოდა ეს ყველაფერი. ნუ ყველაზე რბილი გამოსავალი იყო ის, რომ სამწუხაროდ იქ ჩადგეს საოკუპაციო ძალებმა დამატებით რამდენიმე ბლოკპოსტი. ამასთან დაკავშირებით ერთ რამეს გავიხსენებ, ასევე კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ როდესაც რაღაცა პრობლემა რო არ არის, მაშინ სიყალბეს ავრცელებენ რადიკალური ოპოზიცია და მათი მედია საშუალებები. ამ შემთხვევაში იმდენად კარგი საფუძველი არსებობდა ამ პარტიებისთვის და ტელევიზიებისთვის, რომ დაერტყათ ხელისუფლებაზე. ამას ხელიდან გაშვება უბრალოდ იყო აბსოლუტურად ალოგიკური, აბსოლუტურად დუმდა მთელი ოპოზიცია და აბსოლუტურად დუმდა ყველა მათი მედია საშუალება. რატომ? იმიტომ რომ გახარიას და ამ ხალხს ყავდათ და დღესაც ყავთ ერთი პატრონი. სხვანაირად ხო აბსოლუტურად აუხსნელია, რატომ არ გამოიყენა ეს ფაქტი? რატომ ჯერ დაინიშნა ეს პრემიერად? პრემიერად დანიშნა. რატომ გადადგა? პრემიერის ხელში ხო მეტი ის ექნებოდა ბერკეტის სიტყვაზე, ამ რაღაც თავის გადაწყვეტილებების, ვთქვათ, აღსასრულებლად, რაზეც თქვენ საუბრობთ. ორმაგი ეფექტი ჰქონდა მის პრემიერად დანიშნას. ერთი რომ ის ჩამოშორდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც მას უშუალოდ ბევრად მეტის გაფრჩება შეეძლო. მათ შორის ესეთ სპეცოპერაციებით და შემდეგ, ანუ მუდმივად აზიანებდა ის სახელმწიფო ინსტიტუტებს და ამას ჩამოშორდა, ეს იყო პირველი პროცესი. და მეორე მის პატრონებს და მეორე თუმცა შესწავლილი იყო ამ კუთხით უკვე მისი პოზიციები. და მეორე რეალურად ეს იყო ერთგვარი ხარკი, რომელიც გუნდმა გადაუხადა მის პატრონებს. ეს იყო მეორე ეფექტი, რაც ჰქონდა. ანუ მოთხოვნა იყო, რომ ის პრემიერი ყოფილიყო. მე მახსოვს კონკრეტული მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციიდან მის არ გადაყენებასთან დაკავშირებით. ასეთი მოთხოვნა იყო. და საბოლოო ჯამში ეს მოთხოვნა მარტივად შეგვიძლია გადაგვეთარგმნა როგორც თუნდაც ასე ვთქვათ ინტერესი
ის სხვა პოზიციაზე გადაყვანასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში მას ხავს პატრონები, აქ დეტალებში არ შევალ, მას ხავს პატრონები, ეს პატრონები ავალებდნენ იმ ქმედებების განხორციელებას, რასაც ახორციელებდა, ისინი ავალებდნენ მას დაეპირისპირებინა სახელმწიფო და მოქალაქეები, პოლიცია და ახალგაზრდები, ამ დავალებებს ასრულებდა პირნათლად, მას მიიღო ჩორჩანაში ესკალაციის დავალება და ისეც პირნათლად შეასრულა. გახარიას მაგალითი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რამდენად დაუშვებელია რომელიმე აგენტის ძალაუფლებასთან გაკარება. და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა გაითვალისწინოს. ბატონო ირაკლი, როდესაც საუბრობთ აი ოპოზიციაზე, თქვენ კი კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას უძახით ყველას, მაგრამ ამ არჩევნებში უფრო თითქოს მეტი კოალიცია და პარტია მონაწილეობს, ანუ არც ალბათ ხმებიც გაიყოფა მათიც თუ ასეც, მოკლედ ამას რატო ვკითხულობ, იცით ეს რაღაც უფრო ახალი მოცემულობაა ქართული ოცნებისთვის ამ არჩევნებზე და ფიქრობთ რომ ეს რაღაც სურათ შეცვლის, იმიტომ ჩვენ დღეს ვნახეთ კვლევები. მაგალითად აი გურბის კვლევა, ვნახეთ თავარ მარხმაცდადო სავანტა ჯგუფის კვლევა და ნახეთ ფორმულაზე ედისონის კვლევა და ნუ აი თავარი არხი და ფორმულას კვლევები გავსკი და სურათი ერთმანეთს ეს სრულიად განსხვავებული, მოკლედ იმდენად განსხვავებულ სურათს დებს ორივე მხარე, რომ რეალობა რა არის, ნუ ეს არჩევნებზე გამოჩნდება ბუნებრივია, მაგრამ ცვლის ეს მოცემულობას ქართული ოცნებისთვის, როცა ნაციონალური მოძრაობა თუ ქართული ოცნება, აი ასეთი არჩევანი აღარ დგას დღეს. რეალურად ზუსტად ასეთი არჩევანი დგას სინამდვილეში. ერთმანეთს უპირისპირდება ქართული ოცნება და კოლექტიური ნაცმოძრაობა. არავითარი განსხვავება არ არის. სხვათა შორის ამ სწორი სურათის ჩამოყალიბებაში ძალიან გვეხმარება თვითონ ოპოზიცია. მათ შორის ის პროცესები, რაც დაიგეგმა მათი პატრონების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის გარშემო, ეს საერთო ქარტიის შექმნა, კოალიციასთან დაკავშირებით შეთანხმება, ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ერთ ხელისუფლებას შექმნიან. თუ მოიგეს არჩევნები, ხო? ანუ რეალურად ისინი რო არიან ერთ ქვებში შაღრილი, ამას თვითონვე ადასტურებენ. ანუ ჩვენ უნდა გვეთქვა, მიგვეწოდებინა ეს სიმართლე საზოგადოებისთვის, ჩვენი ძალისხმევაც აღარ გახდა საჭირო, გამომდინარეიდან, რომ ისინი თავად აცხადებენ საკუთარ თავს ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებად. სინამდვილეში ისევ იგივე დაპირისპირება. უბრალოდ ადრე თუ იყო ნაცმოძრაობა ერთი საარჩევნო სუბიექტი, ერთი ნომრით, ხუთიანით, ახლა არის უკვე 4 სუბიექტი, მაგრამ პოლიტიკური ძალა არის ერთი. და მათ ერთი რამ კრავს ყველაზე მეტად, მათ ხავთ ერთი საერთო პატრონი. ამიტომ ამ 4 პარტიას ჩვენ ცალსაგას საერთოდ ვერ განვიხილავთ, კიდევ ერთხელ გამიმეორებ, პირდაპირი ალიანსი არსებობს მათ შორის, რატომ? იმიტომ რომ არის საერთო პატრონი, რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. დაავალეს გახარიასთან ნაცმოძრაობას ერთად შეექმნათ კოალიცია, შექმნეს 4 მუნიციპალიტეტში ერთად კოალიცია, ხო? თუმცა დავალებულია რომ ნაციონალურ მოძრაობასთან არანაირ კოალიციას ისინი არ შექმნიან. არანაირად პარტიას მოაწერეს ხოლმე. არა, სამომავლო და როდესაც საუბარია კოალიციურ მთავრობაზე საკრებულოს ხარ. მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ისინი ერთად გამოდიან საერთო პოლიტიკური დღესასრიგით არჩევნების ასრულების შემდეგ. ეს არის კოალიცია, მეტი არაფერი. ანუ კოალიციას აქვს თავისი კლასიკური განმარტება. ისინი ამბობენ, რომ მათ ექნებათ საერთო პოლიტიკური დღესასრიგი არჩევნებში მოგების შემთხვევაში. ეს არის კოალიცია, მეტი არაფერი. გარდა ამისა, უკვე შემდგარი ფაქტია, მათი კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში, ხო, მომართულად ნაცმოძრაობის და გახარიას. გარდა ამისა, დააგვირდით რა ხდება ხოლმე, მაგალითად, როცა შეაქმნევინეს თავის დროზე პარტია ხაზარაძეს, ეგრევე ჩაუსვეს მას აგენტურა პარტიის შიგნით. როგორც არის სამადა პირდაპირ ნაცმოძრაობიდან გადაუყვანეს კონკრეტული ადამიანი პარტიაში. უსუფაშვილი ჩაუსვეს და ხიდაშვილი ეგრევე პარტიაში, ანუ ნაცვლიშვილი ჩაუსვეს ეგრევე პარტიაში. ანუ იქაც კი, მაშინაც კი, როდესაც უკვე არსებობს ეს კავშირი პოლიტიკოსსა და პატრონს შორის, იქაც კი ბოლომდე არენდობიან და იქაც კი გაამაგრეს სხვა პიროვნებებით, ასე ვთქვათ, თუმცა იგივე რამდენად შეხება გახარიას ელისაშვილი ანადოლიძე ამ ხრივ ამ მრჩევლისთვის ეს გასაგებია არის თქვენ ფიქრობთ ვთქვათ გულისხმობა ანადოლიძე ელისაშვილს რომლებიც მუდმივად იბრძოდნენ თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობის წინააღმდეგ იყო გარკვეული მომენტები როდესაც მათ ჰქონდათ გარკვეული ეპიზოდები მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი დღეს განეკუთვნებიან ერთ ასე ვთქვათ პოლიტიკურ ძალას აბსოლუტურად ერთ პოლიტიკურ ძალას. რაც ხო გახარიას იქაც ხედავთ რომ კი არსებობს ეს ასე ვთქვათ კავშირი უკვე გახარიასა და მის პატრონებს შორის, მაგრამ იქაც ნახეთ მეორე ნომრად
ჩაუსვეს ადიაშვილის პროკურორი, ათეულში ჩაუსვეს ადიაშვილის ყოფილი მოადგილე და ასე შემდეგ, ხო, აღარ გავაგრძელებ, სიას მერაბიშვილის კადრი ყავს პირდაპირ ათეულში. ანუ მარტო ერთ კაცს მაინც არ ეღრდობიან ხოლმე. ერთი კაცია ხაზარაძე, მაგრამ ჩაუსვეს რამდენიმე კაცი იმისათვის, რომ ბოლომდე აკონტროლონ პარტიაში სიტუაცია, პატრონება და გახარიასაც ერთ კაცს მაინც არენდნენ და იქაც ჩაუსვეს რამდენიმე კაცი პარტიაში იმისათვის, რომ ბოლომდე აკონტროლოს სიტუაცია. აქაც არიან ნაცმოძრაობის სახეები, კადრები და იქაც არიან ნაცმოძრაობის სახეები, რეჟიმთან დაკავშირებული სახეები და ადამიანები. ხო, ასე მუშაობს ეს სისტემა. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა. არავითარი სხვაობა მათ შორის არ არსებობს, მათ ნათქვამი აქვთ, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში ისინი ერთიანი დღის წესრიგით გამოვლენ და ეს ერთიანი დღის წესრიგი არის სწორედ ასახული ამ ეგრეთ წოდებულ ქარტიაში. აქედან გამომდინარე დღესაც რეალურად აპირისპირება არის ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ეს არის ქართული ოცნება და ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ გვაქვს 60%-იანი რეიტინგი, არის ის, რომ ამას საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს. ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ერთ მხარეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტია და მეორე მხარეს ერთიანად დისკრედიტირებული რადიკალური ოპოზიცია კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით. შესაბამისად, აქ საზოგადოებას ვერ მოატყუებს ვერავინ და ვერ შეცდომაში ვერ შეიყვანს იმდენად ხელის გულზე დევს ეს ალიანსი და ეს ყველაფერი. ბატონო ირაკლი, მინდა რომ რამდენიმე თემა მოვასწრო და იმიტომ გაწყვეტინებთ. მოდით გადავიდეთ, აი როდესაც ევროკავშირთან გაფუჭებულ ურთიერთობაზე და დასავლეთთან დაძაბულ ურთიერთობებზე საუბრობთ ხოლმე და ოპონენტები თქვენი ხშირად ამბობენ, რომ იგივე შეჩერებულ თანხებზე, რომელიც უკვე შეჩერდა, ვთქვათ, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ამბობენ, რომ თუ კი ასეთი ანტიდასავლური, ასე ვთქვათ, განწყობა თუ რიტორიკა იქნა, შესაძლოა ინვესტიციებიც შეჩერდეს, ბიზნესით აღარ დაინტერესდნენ და ამ დროს ამის პარალელურად ჩვენ ვნახეთ გუშინ თქვენ რიკოთის თითქმის ცოტა მონაკვეთი დარჩა, მაგრამ გახსენით, იქ ანაკლიის სპორტის მშენებლობის დაანონსება მოხდა, დაანონსებულია ეს დიდი პროექტები, რა სტადიონი, აეროდრომი, შეიძლება თუ არა ხელი ან როგორ თუ კი ეს მართლა ასე დარჩა, რომ რაღაც ისინი შეჩერდა ინვესტორებმა, ვთქვათ, არ ვიცი, თქვენ ცელით ესეთ რამეს, რომ ვთქვათ, ინვესტიციების შემოდინება შეჩერდეს, მოკლედ ამ დიდ პროექტებს რაიმე საფრთხე დაემუქრება თუ არა და ეკონომიკური ზრდა, რაზეც დღეს ასევე საუბრობთ, გავაერთიანო მინდა და სავალუტო ფონდის პროგნოზიც ვიხილეთ, ეს ყველაფერი რომ შენარჩუნდეს. აი ამის გზა სად არის თუ კი ყველაფერი შეჩერდა ევროკავშირის მხრიდან. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და რასთავარია, ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი, ვფიქრობთ, რომ მომავალი წლიდან დაიწყება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა. ჩვენთვის ყველანაირად პრიორიტეტულია ამ შედეგის მიღწევა. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ იყო გარკვეული ინტერესები, ეს ინტერესები ხელს უშლიდა საბოლოო ჯამში ურთიერთობების ორი მიმართულებით განვითარებას, იმიტომ რომ არის სერიოზული გავლენები ოფიციალურ სტრუქტურებში, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში, როგორც კი გადავლის არჩევნები და დასრულება რასთავარია ომი უკრაინაში და ვფიქრობთ, რომ ეს მოხდება აუცილებლად შეიძლება მომავალი წლის დასაწყისშიც კი, სადღაც იანვრის რა გაგრძელეთ ამის საფუძველს, ბატონო, ეს ხშირად ბევრი ისუმას თქვა, რომ აი 2025 არის ბევრი სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, რომელიც გვაძლევს კონკრეტული ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას. ეს არ არის ეპირისაუბრები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო რეალურია იანვარში, შეიძლება მაქსიმუმ მომავალი წლის შუა პერიოდში დასრულდეს ომი. ყველაფერი ამისკენ მიანიშნებს და ჩვენ საუბრობთ კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანუ ეს ლოგიკური დასკვნა გამომდინარეობს კონკრეტული ინფორმაციიდან და არა ინტუიციიდან. აბსოლუტური გადაწყვეტილებაა ცნობილი. და ანუ გაგრძელდება მსგავსი პროექტები და გაგრძელდება ბუნებრივი ალბათ მეტყვით, მაგრამ რას გულისხმობ, იცით, აი როდესაც თქვენ ამბობდით, რომ ორი მთავარი ამ ეროვნული ამოცანა დაასახელეთ სიღარიბის დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობა. იგივე სიღარიბის დაძლევისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის საჭიროა რომ მეტი დასაქმებული გაჩნდეს, ხო მეტი რაღაც ბიზნეს ობიექტი გაიხსნას, რა გეგმა აქვს ამ ხრივ ხელისუფლებას, აი ეკონომიკურ ნაწილში. რეალურად გეგმები გვაქვს ძალიან ამბიციური და ჩვენ გეგმებს ზურგს უმაგრებს ის მიღწევები, რომელიც გვაქვს გასული 12 წლის განმავლობაში და ძალიან მოკლედ ვისაუბრებ ამ მიღწევებზე, ასევე შეგახსენებთ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს ჩვენ რეალურად გადმოვიბარეთ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. როცა ქვეყნის ეკონომიკა იყო მხოლოდ 28 მილიარდი ლარი,
რაც არის ძალიან ცოტა ეკონომისტები დამეთანხმებიან და ჩვენ უკვე მოახერხეთ და გავზარდეთ 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე ქვეყნის ეკონომიკა. გასამაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა ამ 12 წლის განმავლობაში. ზუსტად პროპორციულად ბიუჯეტი იყო 8 მილიარდი ლარი და ახლა არის უკვე თითქმის 28 მილიარდი ლარი, 27.8 მილიარდი ლარი. ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ძალიან ბევრი ადამიანი შეეხო, ეს გაუმჯობესებულია, ასე ვთქვათ, ეკონომიკური მონაცემები და ეს აისახა დასაქმების მაჩვენებელზე. დასაქმების მაჩვენებელი იყო 26.7% და ჩამოსულია უმუშევრობა უпроსორად ჩამოსულია 3.7%-ამდე და სიღარიბეზე აისახა, სიღარიბის შემცირებაზე. ეს ყველაფერი საქართველოს სიღარიბის ხარს მიღმა ცხოვრობდა 2012 წელს 1,100,000 ადამიანი, მოსახლეობის 30%. ეს არის სოფლიო ბანკის მონაცემები და არის 440,000-მდე უკვე შემცირებული. რაც ნიშნავს 11.8%. გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ამის პარალელურად თუ თქვენი ოპონენტებმა მომდა ბიუჯეტის ხარჯზე მცირდება სიღარიბე. აქ რეალურად რაზეა საუბარი? ჩვენთვის პირიქით ეს მიღწევა, ანუ აქ манипуляция, პირიქით ეს არის მიღწევა, პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში ის, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ცხოვრობს სიღარიბის ხარს მიღმა. სოციალური დახმარება მარტო სიღარიბეზე ხო არ არის ამიბული, არის ქვეყნები, სადაც სიღარიბე თითქმის ნულოვანი აქვს და ისინიც გასცემენ სოციალურ დახმარებას იმისათვის, რომ გამოათანაბრონ ადამიანების ცხოვრების პირობები. და პირველად ხდება სწორედ ის, რომ სიღარიბის მაჩვენებელი არის უფრო დაბალი, ვიდრე სოციალური დახმარების მიმღებ ადამიანთა რაოდენობა. ანუ იმაზე მეც ვეხმარებით, ვიდრე არის სიღარიბის ხარს მიღმა მცხოვრები ადამიანი, იმიტომ რომ მათაც სჭირდებათ კიდევ უფრო მეტად სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს არის რეალური ამოცემულობა. ანუ აქ ჩვეულებრივი манипуляция, რასაც მიმართავენ სამწუხაროდ NGO-ებიც, არა მარტო ოპოზიციის წარმომადგენლები, არამედ NGO-ებიც მიმართავენ ხოლმე სამწუხაროდ ამ манипуляციას. და კიდევ ერთი რაც გეგმებს რაც შეეხება, ანუ კიდევ ერთხელ ეკონომიკა უკვე არის 90 მილიარდი ლარი და ჩვენი პროგრამის მიხედვით აუცილებლად ავალთ 130 მილიარდ ლარამდე, ბიუჯეტი თუ არის დღეს 28 მილიარდ ლარამდე აუცილებლად გაიზრდება და გადააჭარბებს 40 მილიარდ ლარს, რაც შეეხება უმუშევრობას 4%-იანი სულამდე ჩამოვალთ, ეს არის აბსოლუტურად რეალური, გაჩნდება 200,000 სამუშაო ადგილი და 4% არის ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე, დაბალი მაჩვენებელი ევროკავშირში არის საშუალო 6, ჩვენ საუბრობთ 4%-იან უმუშევრობაზე. რაც შეეხება სიღარიბეს, ამ შემთხვევაშიც 4%-იან მაჩვენებელზე მაქსიმუმ ჩამოვა ეს მაჩვენებელი, ანუ 150,000 ჩამოწდება იმ ადამიანების რაოდენობა 4 წელიწადში, რომლებიც ცხოვრობენ სიღარიბის ხარს მიღმა. ამისათვის არის კონკრეტული ინიციატივები დაგეგმილი. ეს არის იგივე მაგისტრალური გზების მშენებლობა, რაც ჩვენ დაკავშირებადობის ფუნქციას გააძლიერებს და ეს ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის სტიმულირებას. აქაც ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, სასტარტო პოზიციები გვაქვს. დღეს გქონდა საუბარი იმაზე, რომ წინა ხელისუფლებამ ისინი გზებით ამაყობდნენ, გახსოვთ, მხოლოდ 68 კილომეტრი მაგისტრალური გზა დააკეს, 68 კილომეტრი, სადაც იყო თვაროსები მხოლოდ ერთი გვირაბი გაჭრილი გორთან და ხიდიც იყო ქსანთან თვაროსები ერთადერთი აშენებული, ჯამური სიგრძე იყო 1 კილომეტრი ნახევარი და მეორის დაახლოებით 1 კილომეტრი. არის ის, რომ კორუფცია არ არის ამ სფეროში. დღემდე ხარჯავენ ნაცმოძრაობის საარჩევნო მიზნებისთვის იმ ფულს, რომელსაც აკეთებდნენ მაგისტრალურ გზებზე. თავის დროზე 2012 წლამდე დღემდე ხმარდება ეს ფული, მაშინაშოვნი ფული და დაბანდებული ფული, მათ საარჩევნო მიზნებს. კორუფციის სიმცირე, ეფექტიანობა, ეს არის მიზეზი, რატომაც აქ გვაქვს სწრაფი შედეგები. ახალი აეროპორტი, ანაკლიის პორტი და ამ შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ამ შემდეგ. ხო, ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან სერიოზული ინიციატივები, რაც მოუტანს ქვეყანას იმას, რომ ჩვენ 4 წლის თავზე აბსოლუტურად სხვა დონეზე იქნებით განვითარების თვალსაზრისით და სავალუტო ფონდის პროგნოზები ახაც არის ძალიან კარგი, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ
როგორც ამას ვახერხებთ ხოლმე ყოველწლიურად, აქაც გადაჭარბებით შევასრულებთ იმ პროგნოზს, რომელიც არის წარმოდგენილი სავალუტო ფონდის მხრიდან და ჩვენი ეკონომიკა ერთსულ მოსახლეზე, ეგრეთ წოდებული მხედველობითი პარიტეტის მიხედვით გადააჭარბებს ჩვენი გეგმის მიხედვით $36,000. ამით ჩვენ ვიქით გავასწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას აბსოლუტურად ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლით, რაც ნიშნავს ამ მხედველობით უნარის მიხედვით საბოლოო ჯამში ითარგმნება ისე, რომ ამით იზომება სწორედ მოსახლეობის ცხოვრების დონე. ყველა კანდიდატ ქვეყანას გავასწრებთ ამ მაჩვენებლით 2028 წლისთვის და პრაქტიკულად მიზერული სხვაობა დარჩება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებთან, როგორც არის იგივე ბულგარეთის საბერძნეთი და შემდეგ, უფრო აღმოსავლეთ ევროპაზეა. როდესაც აი ასეთ რაღაც გადაჭარბებით შესრულებაზე საუბრობთ ეკონომიკის, ხო რაღაც ბიუჯეტის ზრდაზე, თქვენ დაანონსეთ პენსია $450. რატომ არა მეტი, მაშინ როდესაც გვესმის ოპონენტებს, ეს რო გამმარტოთ, რომ ოპონენტებს გვესმის ხოლმე, ხო, და 450 მაქსიმუმი ვთქვი კიდე. რომ რაღაც გაცილებით დიდი თანხების დაპირება $1000 პენსიაზეც იყო, მე გაირკვა 250 ყოველთვის, მაგრამ თქვენ რატო ვერ მეტი აი ამის კითხვა მინდა. ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული ინდექსაციის წესი. ინდექსაცია გულისხმობს იმას, რომ რამდენიც არის ინფლაცია, მინიმუმ იმდენით უნდა გაიზარდოს პენსია პენსიონერებისათვის. თუმცა ამის მიღმა გამომდინარე, რომ ჩვენ გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ეკონომიკური ზრდის მიხედვით უფრო მეტად გავზარდეთ პენსია უკვე მომავალი წლისთვის. თუ $75 იყო წელს პენსია 1 იანვრიდან პენსია გახდება უკვე $350. ინდექსაციას რო გავყოლოდით ხოლოდ, ამ შემთხვევაში პენსია გახდებოდა $335, თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით ჩვენ მოგვეცა პენსიის $350-მდე გაზის საშუალება. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის პენსია გახდება $450 და მაღალმთიან რეგიონებში შესაბამისად $420 და $540. რეალურად ეკონომიკის ზრდა მიყვება ეკონომიკის ზრდას მიყვება პენსიების ზრდა. $1000 პენსიაზე როცა არის საუბარი, რაც არის ნაცმოძრაობის და ველოს დაპირება, ეს არის ჩვეულებრივი სიყალბე, რომ $1000 პენსია სჭირდება $10 მილიარდი გამოყოფა. ჩვენ საუბრობთ რაზე, რომ 40 მილიარდს გადააჭარბებს ქვეყნის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის შესაბამისად. 40 მილიარდიდან როცა პოლიტიკური სუბიექტი ამბობს, რომ პენსიაზე გამოიყოფა ბიუჯეტის მეოთხედი, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს ეკონომიკური ზრდის შეფერხებას. ხო, დღეს ჩვენი სოციალური ბიუჯეტი მთლიანობაში არის ბიუჯეტის დაახლოებით 27%. ამაში შედის პენსიები, ამაში შედის ჯანდაცვა. როცა შენამობ, რომ მარტო პენსიებზე გამოყოფ 25%, მაშინ უნდა დაასაბუთო, რას მოაკლებ დანარჩენ ხარჯებს და საბოლოო ჯამში რომ გაყვები სხვა ხარჯებს, უნდა მოაკლო არსებითად ისეთ ასიგნებებს, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასთან. ეკონომიკური ზრდა თუ შეგიფერხდება, პენსიის ზრდაც შეგიფერხდება. იმდენად მარტივად დასაბუთებადია ის, რომ ეს დაპირება არის სიღალბე, რომ ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამაც კი ადვილად მოახერხა ამის გაკეთება. გახსოვთ გირჩის და ლელოს დებატები, რა ქვია, შულმა 3 წუთში დაუსაბოთა ლელოს, რატომ არის მათი დაპირება ჩვეულებრივი ტყუილი. ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენი პროგრამა არის ერთი მხრივ რეალისტური და თანამედროვე ამბიციური. ჩვენ არც ერთ ისეთ დაპირებას არ გავცემთ, რაც შესრულებადი არ არის. სწორედ ამიტომ ჩვენ თქვით, რომ ეკონომიკური ზრდის შესაბამისად უკვე მომავალ წელს პენსია იზრდება შესაბამისად $350 და $450-მდე, მაღალმთიანებში $420 და $540-მდე და ამის შემდეგ ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ პროპორციულად გაიზრდება, რა თქმა უნდა, პენსია. ნახეთ როგორი სიტუაცია, თან რაც შეიცვალა 2012 წლის შემდეგ, მაშინ პრაქტიკულად იყო ერთი პენსია, რომელიც იყო დაახლოებით $100 და ჩვენ ეს უკვე გავზარდეთ 3-ჯერ და 3.5-ჯერ გაიზრდება უკვე მომავალი წლისთვის და ამის მიღმა პრაქტიკულად სოციალური პაკეტი არ არსებობდა. არ იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, იყო სოციალური დახმარების პაკეტი დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები, ვიდრე არის დღეს და ისიც არსებითად საარჩევნო მიზნებით რიგდებოდა ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე. ჩვენ რა გავაკეთეთ? ანუ გარდა იმისა, რომ პენსია გავასამაგეთ, ამის გარდა შემოვიღეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რაც რა თქმა უნდა პირველ რიგში პენსიონერების
ხარჯებს ამსუბუქებს, ხო? ანუ ეს ერთგვარი დანამატია იმ სოციალური პაკეტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ერთიანობაში შეგვიძლია მოვიაზროთ, ხო? პენსია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები და პლუს სოციალური დახმარებები. და გარდა ამისა, ის პენსიონერები, რომლებიც არიან სოციალურად შეჭირვებული და არ ყოფნით მათ პენსია, იღებენ დამატებით სოციალურ დახმარებას. ანუ ჩვენ შემოვიღეთ რეალურად სამი ძირითადი ელემენტისგან შემდგარი სოციალური პაკეტი, ანუ გარდა იმისა, რომ სამჯერ გავზარდეთ 2012 წელთან შედარებით პენსია, ამას დავამატეთ ჯანდაცვის პროგრამები და ამას დავამატეთ სოციალური დახმარების 4-ჯერ გამსხვილებული პაკეტი. ეს არის ის ცვლილებები, რაც განვახორციელებთ. და საბოლოო ჯამში ამით სოციალური ბიუჯეტი გაიზარდა 27%-მდე და მთლიანობაში სოციალური ბიუჯეტი არის დაახლოებით 4-ჯერ გაზრდილი 2012 წელთან შედარებით. ამის მიღმა რო გაგვეზარდა, ეს პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკური ზრდის შემცირებაზე და რა თქმა უნდა ეკონომიკური ზრდა თუ მცირდება, შეგვიძლია სოციალური ხარჯების შემცირებაც. ამიტომ ეს აბსოლუტურად ირაციონალური იქნებოდა. თითოეული ნაბიჯი, რაც იქმნება ჩვენი მხრიდან, არის აბსოლუტურად არგუმენტებზე დაფუძნებული. დანარჩენი, რასაც ხედავთ ჩვენ დაბერებების სახით, არის არეალი სპეკულაციები. ჩვენ რასაც ვპირდებით საზოგადოებას, ვპირდებით მხოლოდ ისეთ რამეს, რაც არის შესრულებადი და არაფერს ამის მიღმა. და ბატონო ირაკლი, ამ ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ ბუნებრივია თუ კი ეს არჩევნებში გაიმარჯვებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებთ, როგორც თქვენ თავად ამბობთ და მინდა ისევ არჩევნებს დაუბრუნდეთ როგორც ურება და გკითხოთ არჩევნების დღესთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე დღე. თქვენც არაერთხელ ხელისუფლებას გულისხმობთ, თქვენში გისაუბრიათ, რომ რაღაც რევოლუციური სცენარები განიხილება ოპოზიციის მხრიდან, ელოდებით ქუჩის პროტესტს. თავის მხრივ ოპოზიცია თქვენ გადანაშაულებთ, რომ არასამთავრობოების და იმ ორგანიზაციების დისკრედიტაციას ეწევით, რომ მე აღიარება ის არჩევნების და მათი დასკვნაში შეტანილი დარღვევები არასერიოზულად მიიღოთ და მიაწოდოთ საზოგადოებას. მოკლედ ისმის ეს ურთიერთბრალდებები, მაგრამ რეალურად მოვისმინეთ თქვენი პარტიის დამფუძნებლისგანაც, რომ 7-27 იქნება. მოკლედ, ბევრნაირი ინფორმაცია გვაქვს მოსმენილი. 3 დღე დარჩა. თქვენი როგორც პრემიერ-მინისტრის, როგორც პირველი პირის, როგორც არჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, აი ბოლოდინი გულწრფელად როგორია 27 გათენდება და რა იქნება ამ ქვეყანაში? ხო, ექნება რა თქმა უნდა რადიკალური ოპოზიციას ცდილობა, რაღაც არეულობა შემოიტანონ პროცესებში, მაგრამ ამის რესურსი მთლიანად ამოწურეს. მათ შორის ჩვენ ვამბობდით თავის დროზე, რაც მოხდა მარტში, აპრილში, მაისში, ისინი ცდილობდნენ დაეგროვებინათ რევოლუციური რესურსი, სწორედ ოქტომბერ-ნოემბრისთვის და დეკემბრისთვის, თუმცა მათ მოუწიათ ამ რესურსის მთლიანად განიავება მარტში, აპრილში და მაისში. შესაბამისად, ახლა უკვე მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რამდენადაც არიან ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ, შეეგუონ არჩევნების შედეგებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მოუწევთ ამასთან შეგუება. კიდევ ერთხელ გავიმერებ, რომ ქვეყნის არავითარი რესურსი მათ არ აქვს. თქვენ ხედავთ, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, სამართალდამცავი უწყებები დგას ძალიან მყარად და ბოლომდე აღასრულებს კანონს და იცავს კანონს ამ ქვეყანაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ცდილობა, რომ არეულობა შემოიტანონ ქვეყანაში, იქნება სათანადოდ რეაგირების ქვეშ და ვერავითარი წარმატება ასე ცდილობებს ვერ ექნება. და ელოდებით არჩევნების შედეგების არაღიარების საკითხის დადგომას არა მხოლოდ ოპონენტების მხრიდან, არამედ პარტნიორების მხრიდანაც. იგივე უთოოდილის დასკვნას ველოდებით ხოლმე ყოველთვის არჩევნების მეორე დღეს, რომელიც შუალედური ვიხილეთ და ვისაუბრეთ კიდეც, მაგრამ აი ამ ფონზე, როცა ასეთი განცხადებებს, ასეთი მწვავე განცხადებებს ვისმენთ ხოლმე, თქვათ, პარტნიორების მხრიდან, ელოდებით, რომ შესაძლოა ეს აი ამ არაღიარებაშიც აისახოს შედეგების. მე არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს თეორიულადაც კი, რატომ? ელთოდირმა უკვე გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში, ეს მოხდა არჩევნებამდე დაახლოებით 10 დღით ადრე. თუ არ ვსები, ანუ პრაქტიკულად მოიცავს თითქოს ძალიანად წინასაარჩევნო პერიოდს და ამ დასკვნაში არ არის იდენტიფიცირებული არც ერთი რაიმე არსებითი პრობლემა პოლარიზაციის გარდა, რაც ყველამ ვიცით, რომ პრობლემაა და რა თქმა უნდა პოლარიზაცია ვერ იქნება გამოყენებული ვერავის მხრიდან, როგორც არჩევნების არალეგიტიმურად აღიარების, ასე ვთქვათ, საფუძველი გამომდინარე იქნება, რომ ეს არის მრავალმხრივი და კომპლექსური პრობლემა და ამაში მით უმეტეს მართულ პარტიას ვერავინ ვერ დასდებს ბრალს. კონკურენტულობას რაც შეეხება, ხო უნდა არსებობდეს რაღაც ხელმოსაჯედი, რომ ვიღაცამ რეგისტრაცია ვერ გაიარა, ვიღაცას დაუბლოკეს არჩევნებში მონაწილეობა, ვიღაცას სარეკლამო დრო არ განათავსებინეს. პირიქით აქეთ წარმოიდგინეთ რა ვითარება, სრული აბსურდი, ჩვენ ვართ მართული პარტია და დაახლოებით 5 საათის, რაც არის კომერციული ფასის მიხედვით 5 მილიონის ღირებულების რეკლამა გაგვიჩერეს ოპოზიციურ არხებზე.
ანუ თუ ვინმეს რაღაცა კონკურენციაში პრობლემები შეექმნა ხელოვნურად, ეს არის სწორედ მართველი პარტია, რომლის რეკლამები არ განათავსეს ოპოზიციურმა არხებას. რაც შეეხება კონკურენტულობას, ანუ კიდევ ერთხელ რეგისტრაცია პრობლემა არ არის, კამპანია ტარდება ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, რეკლამის განთავსება შეიძლება ჩვეულებრივად, ანუ არავითარი ასე ვთქვათ, ხინჯი არ აქვს არჩევნების კონკურენტულობას. რაც შეეხება თავისუფალ არჩევნებს, ამ შემდეგ, არც ერთი მიმართულება არ არსებობს, რაზეც ვინმე რაიმე პრეტენზია შეიძლება წამოაყენოს. თან ძირითადად ნაწილი უკვე შეფასებულია წინა საარჩევნო პერიოდის. ახლა რჩება არჩევნების დღე. არჩევნების დღისთვის ჩვენ არსებითად შევცვალეთ კანონმდებლობა და მათ შორის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემოვიღეთ ელექტრონული რეგისტრაციის ხმის მიცემის და ხმის დათვლის წესი. მიდის ამორჩეველი ელექტრონულად გადის რეგისტრაციას, შემდეგ ელექტრონული აპარატის მეშვეობით აძლევს ხმას და შემდეგ აპარატი ერთ წამში ითვლის შედეგებს და მარტივად იბეჭდება ერთგვარი ჩეკი, საარჩევნო ოქმი, სადაც ასახულია უკვე ერთ წამში არჩევნების შედეგები. ანუ ადრე იყო გარკვეული ადამიანური შეცდომები, ეს დისბალანსები, ოქმებში და შემდეგ ესეც გამორიცხულია. ხო, ეს გაყალბების ნაწილში ბრალდებები გამორიცხულია, რომ თქვა თუ დაჟანერებდა სისტემა ადაცული. სისტემა არის თლიანად დაწყობილი ისეთი, რომ საბაბსაც კი არ ტოვებს არაფერზე საუბრისთვის. ანუ დაუბალანსებელი ოქმიც კი არ იქნება. პირდაპირ რელაქსი აჭერ თიც და ამოდის გამზადებული ოქმი. დათვლაც კი არ ჭირდება ამ შედეგებს, თან მერე ესეც კი გადაზღეული გვაქვს. და ვამბობთ, რომ კი ბატონო, ამოიბეჭდა ეს ოქმი, მაგრამ მერე აპარატიდან ამოიღებთ ამ ასე ვთქვათ ბიულეტენებს ფიზიკურად და ფიზიკურად გადათვლის თითოეული უბანი. ანუ აქაც კი გადაზღებულია, რომ რაღაცა არ მოხდეს, ჯერ იბეჭდება ეს წინასწარი ასე ვთქვათ ოქმი, ელექტრონული ოქმი და ამის შემდეგ ხელითაც ხდება გადათვლა, შეგიძლია ხუთჯერ გადაითვალო ნებისმიერ უბანზე არჩევნების შედეგები. იმდენად გადაზღულია ყველაფერი, რომ არჩევნების დღეს არაფერზე საუბრის საფუძველი არჩევა. შედეგების კითხვის. ხო, რა უნდა რაღაცა ხო არ შეიძლება ჰაერიდან რაღაცა მოიტანო, ხო? ან წინასაარჩევნო გარემო იყო კონკურენტული, თავისუფალი სამართლიანი, არჩევნების დღეს რისკები დაზღვეულია, ყველანაირი ადამიანური შეცდომაც კი დაზღვეულია. ნუ მე არ ვიცი ხა რანაირად შეიძლება აქ ვინმე რამე სხვა დაწეროს. კარგი, დაბადო ირაკლი, ჩვენ დრო ამოიწურეთ, თუმცა ბოლო წუთი და 3 დღე არჩევნებამდე ალბათ ესეთი ეთერიც აღარ გექნებათ. შეგიძლიათ რაღაც ერთ წუთში არ მოკლედ გითხრათ, რატომ 41 მეოთხე ვადით ხელისუფლების არჩევა მეოთხე ვადით თავად ბიძინავიანიშვილიც ამბობდა, მეც კი ვფიქრობ, რომ 12 წელი დამღლედია ერთი ხელისუფლებაო, ანუ ეს ხომ უფრო მეტი მას ძენს ამ არჩევნებს, რატომ 51 რატომ უნდა გააფერადოს აი იქ მისულმა ადამიანმა, თუ შეგიძლიათ რა ესეთი მოკლედ გითხრათ გადაცემის ბოლოს. ნუ მე მგონი რომ არჩევნი ძალიან მარტივია. კიდევ ერთხელ ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს მშვიდობა და დეტალებში აღარ შევალ, ბევრი რამ თქვი იმასთან დაკავშირებით, რომ რატომ არის ეს რეფერენდუმი ომსა და ამ მშვიდობას შორის ტრადიციული ფასეულობების პატივისცემა. ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი, სადაც გვაქვს ჩვენ პრინციპული სხვაობა რადიკალურ ოპოზიციასთან, როგორც მოგიხსენებათ, ხო? რაც შეეხება ქვეყნის მომავალს, ისინი იძლევიან ისეთ დაპირებებს, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ამ ქვეყნისთვის პრობლემების შექმნასთან და ჩვენ ვიძლევით ისეთ ასე ვთქვათ პროგრამას, რომელიც სწორედ ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. და ნუ ადამიანურ დონესაც თქვენ იცით სახეები, რომლებიც წარმოადგენენ რადიკალურ ოპოზიციას. ხო, ერთი არის სააკაშვილის პარტია და ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ არის სააკაშვილი და რას აკეთებდა, როცა ეს ხელისუფლებაში იყო. მეორე არის გვარამიას პარტია და გვარამიაც ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ იყო, რას აკეთებდა და დღეს რა პრობლემები აქვს მას. მას თავად აქვს აღიარებული, რომ ნუ თქვა ხო წარსულში ფსიქიკური პრობლემები მქონდაო და ამით ამართლებდა მის უმძიმეს ქცევას მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ როდესაც იმედში შეჭრას, ასე ვთქვათ, აправებდა მწვალებში, რო ვთქვათ, როცა ადიეშვილის მოადგილე იყო, როცა პროკურორობდა იმ სისხლიანი რეჟიმის პირობებში, მე არ ვიცი, შეიძლება ესეც მისი ფსიქიკური პრობლემების შედეგი იყო, ხო? ნუ მის სხვა სახეებზე, მისი პარტიის სხვა სახეებზე აღარ ვისაუბრებ. ხოშტარია, რომელსაც არავითარი პრინციპები არ აქვს, იქ ჩაფარიძე, რომელსაც არაფერი წმინდა არ აქვს, მშობლების და პატრიარქის და ეკლესიის და სამშობლოს ჩათვლით, ნუ ეს ცალკე ისტორია საერთოდ. ხო არის ხაზარაძის პარტია, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ნაცმოძრაობის რეჟიმთან ერთად ბიზნესის რეკეტში და გაგახსენებთ
კონკრეტულ საქმეებს, აქ რაც აბსტრაქტულ მიმოებზე კი არ არის საუბარი, რა ქვია, მონათხრობზე, აქ არის საუბარი მაგნატის საქმეზე, კონსტანტას საქმეზე, ელექტრონიკის საქმეზე, სადაც მას პირდაპირ ხელს ადებენ ბიზნესის რეკეთში მონაწილეობაში, ხო? ეს და ახარიაზე კიდევ ერთხელ აღარ ჩამოვთვლი იმ ქმედებებს, რაც მას აქვს ჩადენილი და განხორციელებული. ხო, სახეების დონეზეც რო იქ მე კიდევ ერთხელ გავიხსენებ, ვინ ჩაუსვეს ამ ადამიანებს საკუთარ პარტიებში. ადიეშვილის კადრები, მერაბიშვილის კადრები და ასე შემდეგ. ხო, ანუ სახეების დონეზეც აბსოლუტურად არა ქართული, არა ევროპული კონტინგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში, ქართულ ოცნებაში არის ჯანსაღი გუნდი, რომელიც არის პროევროპულად მოაზროვნე, პროევროპულად განწყობილი და რასთავარია ქართულად მოაზროვნე და ქართულად განწყობილი. ყველა დონეზე თუ ჩვენ გადავხედავთ ორ დაპირისპირებულ მხარეს, ანუ ერთ მხარეს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მეორე მხარეს ქართულ ოცნებას არის სადა დედამიწა და ნუ გაკეთებულ საქმეებს რაც შეეხება, სად იყო ჩვენი ქვეყანა 2012 წელს და სად არის დღეს, იგივე ეკონომიკის კუთხით, განათლების მიმართულებით, რამდენი სკოლა გარემონტდა, რამდენი ბაღი, რამდენი აშენდა და შემდეგ ასეთ დეტალებზე აღარ ვისაუბრებ ახლა. იმდენი საქმე გაკეთდა, რომ ეს საქმეებიც არის ერთ-ერთი საფუძველი, რაც ამარტივებს რეალურად არჩევანს ჩვენი საზოგადოების, მაგრამ მთავარი მაინც არის სწორედ ომის და მშვიდობის საკითხი. ეს ადამიანები ომისკენ ეკაჩებოდნენ ამ ქვეყანას, ჯერ მიიყვანეს ომამდე ეს ქვეყანა 2008 წელს, შემდეგ ომისკენ ეკაჩებოდნენ ამ ქვეყანას 2022 წლიდან მოყოლებული და ეს ადამიანები აუცილებლად შეასრულებენ დავალებას თეორიულად ჩვენ დავუშვათ მათ მიერ არჩევნების მოგება და აუცილებლად გახსნიან საქართველოში მეორე ფრონტს ისე რომ პიარულადაც კი არ შეფუთავენ ამ ყველაფერს. ყისიერად გააკეთებენ როგორც კი დასრულდება არჩევნები, თუმცა მალობა ღმერთს ამის თეორიული შანსიც პრაქტიკულად აღარ არსებობს. მათი გამარჯვების კი, იმდენად ყარია, როცა 60%-ამდეა შენი რეიტინგი, რა თქმა უნდა, ასე დროს ორ დღეში რადიკალურ თერაპიულად შეიძლება, ასე დროს რეალურად რადიკალურ ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს, რომ წარმატებას მიაღწიოს ამ არჩევნებში. მადლობა ბატონო ირაკლი, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს და